სასურსათო პროდუქციის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შექმნილია, ცნობილია შემადგენლობას. კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. წევრები არიან სუსის უფროსი, ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. სურსათზე გაზრდილი ფასების დადგენის მიზნით შექმნილი კომისია მნიშვნელოვანია იმით, რომ მან უნდა დაადგინოს ის კარტელური გარიგებები, რომელიც უკანონოა და რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიან კონკურენციას. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი ეს კომისია და არა იმ მიზნით, რომ აკონტროლოს ფასები და რაღაცა პირობები უკარნახოს თავისუფალ ბაზარს. ეს მიმართულია იმისკენ, რომ გამოავლინოს არაკეთილსინდისიერი გარიგებები, რომლებიც ხელს უწყობენ ფასების ზრდას და რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. ბიზნესი არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება, იმიტომ რომ აქ საუბარი ეხება მხოლოდ და მხოლოდ არაკეთილსინდისიერ გარიგებას. ბიზნესი ყოველთვის მოგებულია, როდესაც არსებობს სამართლიანი კონკურენცია. პრემიერის ინიციატივა უკვე განხორციელების ეტაპზეა. ამ მხრივ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ეტაპი არის სწორედ კომისიის შექმნა, რომელიც პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს და იდენტიფიცირებას მოახდენს ყველა მნიშვნელოვანი დეტალისა და საკითხის. შედეგი რაც იქნება, ეს არის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიკეთე შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და თითოეულ ოჯახს. მნიშვნელოვანი არის სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ფასწარმოქმნები იყოს სწორედაც რომ განსაზღვრული, ადეკვატური და მისაწვდომი, როგორც ჩვენი საზოგადოებისათვის, ასევე მოგების იმ საერთაშორისო სტანდარტში ჯდებოდეს, რაც ამ მიმართულებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს.